არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. რა იწვევს ცრემლს და როდის არის ის სწორი. გლოვის შესახებ წმინდა მამებთან პოულობ ძალზე ბევრ მაღალფარდოვან სიტყვასა და შეგონებას. ისინი აღიარებენ გლოვასა და ცრემლს, როგორც ღვთის ერთ-ერთ უდიდეს ჩვენი ცხონებისთვის არსებითად საჭირო ნიჭს. ცრემლის მიზეზია საკუთარი ცოდვილობის ხედვა და შეგნება. ჩვენივე სულის სიგლახაკი ცრემლი, როგორც საღვთო ნიჭი, ღვთის მოწყალების მისგან ჩვენი სინანულის მიღებისა და შეწყნარების ნიშანია. მაგრამ გლოვა, როგორც სხვა სულიერი საქმე, შეიძლება ეყრდნობოდეს არასწორ საფუძველს, მომდინარეობდეს ნაირგვარი ვნებითი გულის სიტყვებისა და გრძნებებისაგან. ცრემლი, ამბობს წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე, როგორც დაცემული კაცობრი위 ბუნების ყველა დანარჩენი თვისება დაავადებულია დაცემის სენით. ზოგს ცრემლისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება ბუნებრივად აქვს და ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში ღვრის მათ. ასეთ ცრემლს ბუნებრივი ეწოდება. არსებობს ცოდვითი ცრემლი, რის მიზეზიც ცოდვითი აღზურებია. მას განსაკუთრებულად უხვად და იოლად აფრქვევენ ტკბობას, მოყვარეობას, დამონებული, თვითწთუნებული და მოხიბლული ადამიანები. უხვად ცრემლთა დენის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდმედიდობა, თვალთმაქცობა, პირფერობა, კაცმოტნეობა, ბოლოს ცრემლს ღვრის ბოროტი. იოანე კიბის აღწერილი ამბობს, ცრემლთა მნიშვნელობა ბუნდოვანი და ძნელად გასაგებია განსაკუთრებით ახალ დამწყებთათვის. მათ მრავალი და ნაირგვარი რამ იწვევს. კაცობრი위 ბუნება, ღმერთი, არასწორი მწუხარება და ჭეშმარიტი მწუხარება, ცუდმედიდობა, სიძვის ვნება, სიყვარული, ხსენება სიკვდილისა და სხვა მრავალი წადილი. ხშირად სისათნო გლოვას თან სდევს ცუდმედიდობას უბილწესი ცრემლი. ამას კი გამოცდით გავიგებთ, როცა დავინახავთ, რომ გლოვასთან ერთად მრისხანება დაგვეუფლება. თუ მათში ვინც ფიქრობს, რომ ღვთისათნოდ გლოვობს, ვიხილავთ მრისხანებას და ამპარტავნებას, მაშინ მათი ცრემლები არასწორად უნდა მივიჩნიოთ. რა ზიარება არს ნათლისა და ბნელისა. მეორე კორინთელთა მე-6:14 მუხლი. ვინც თავისი ცრემლებით შინაგანად ამაყობს და გონებაში განიკითხავს, არამტირალთ ის გავს იმ კაცს, რომელმაც მტერთან საბრძოლველად მეფისგან საჭურველი გამოითხოვა და ამითვე თავს იკავს. ხშირად ხდება, რომ მსუბუქი ჭკუისანი ცრემლით გაამაყებულან, ამიტომაც არ მიეცემათ იგი ზოგიერთებს. ასეთი ადამიანები ცდილობენ მოიძიონ ცრემლი და რომ ვერ პოულობენ, უბადრუკად რაცხენ თავს, განიკითხავენ და იტანჯავენ თავს სულთქმით, ჭუნვარებითა და მწუხარებით, ღრმა შემოსრულებითა და უღონოებით. ეს ყველაფერი საფრთხის გარეშე ცრემლთა მაგივრობას უწევს მათ, თუმცა ისინი თავის სასიკეთოდ არაფრად მიიჩნევენ ამას. ნუ ენდობი შენს ცრემლებს, სანამ სრულიად არ განიწმინდები ვნებათაგან, რადგან პირდაპირ საწნახელიდან ჭურჭელში ჩასხმული ღვინო არ არის სანდო. მღვდელმთავარი თეოფანი დაყუდებული წერს, ცრემლი ჩნდება გულჩვილობისგან, მეტად რბილი ხასიათისგან, ტკივილისგან. ზოგნი განგებ იჩუყებენ გულს სატილად, მაგრამ არსებობს მადლისმიერი ცრემლიც. მის ფასს განსაზღვრავს არა თვალებიდან გადმოდენილი სითხის სიუხვე, არამედ ის თუ რა ემართება სულს მანამდე და მის შემდგომ. მე ვერ ვიმსჯელებ ცრემლზე, რადგან ამის მადლმოსილება არ გამაჩნია. მხოლოდ ხვდები, რომ მადლისმიერი ცრემლი გულის ბევრ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. მთავარია ამ დროს გული მოექცეს საღვთო სამსჯავროს ცეცხლში, ოღონდ უნდა გრძნობდეს არა ტკივილსა და წვას, არამედ ლმობიერებას, რაც მოაქვს სასოებას ცოდვის გამკითხავი და ცოდვილის მემტევებელი მოწყალე ღმერთის ტახტიდან. ფიქრობ ამასაც, რომ ასეთი ცრემლი უნდა მოგვეცეს არა გარეგანი, არამედ გულის განწმენდისათვის, მოძღვნილი შრომის დასასრულს, როგორც უკანასკნელი განბანა და განსპეტაკება სულისა. ამასთან ცრემლთა ღვრა შეიძლება გაგრძელდეს არა 1 საათს, 1-2 დღეს, არამედ წლობით. ამასაც ამბობენ, რომ არსებობს გლოვა გულისა უცრემლოდ, ოღონდ ის ისეთივე ფასეულია და ძლიერი, როგორც ცრემლთა ღვრა. ეს უკანასკნელი უცრემლო გლოვა უმჯობესია მათთვის, ვინც არ ცხოვრობს მარტო, რადგან მისი ცრემლი შესაძლოა სხვებმაც
იხილონ. ყურადღება მივაქციოთ, როგორ უფრთხიან ცუდმე დიდობას წმინდა მამები ნებისმიერი სულიერი საქმის დროს, ასეთი უდიდესი მოღვაწე, დაყუდებული და მლოცველი, როგორც იყო ეპისკოპოსი თეოფანე, მან 28 წელი გაატარა დაყუდებაში, უკანასკნელი 11 წელიწადს ყოველ დღე აღასრულებდა ლიტურგიას. ამბობს, რომ თავად არა აქვს ცრემლის ნიჭი. თანაც ამ საქმის შესახებ ისე დამდაბლად ასწავლის, თითქოს მისთვის უცხო იყოს გლოვა და ის მხოლოდ სხვათაგან სმენია. რა თქმა უნდა, წმინდა მამას მიეცა ეს ნიჭი სწორედ გლოვის გამოცდილების არცოდნის მისმიერი აღიარება და ესოდენი დამდაბლობა არის დასტური ჭეშმარიტად მონანული სულისა. საკუთარი ცოდვების გამო ჭეშმარიტად გულშემოსვლილი კაცი არაფრად მიიჩნევს თავის გლოვას. მამა მოსე ამბობდა, როცა ვტირით, ნუ მივეცემით მამაღალ სულთქმას, რათა არ შეიტყოს მარცხენამ თუ რას იქს მარჯვენა. მარცხენა არის ცუდმე დიდობა. წმინდა მამები ასეთ მნიშვნელოვან რჩევასაც გვაძლევენ. სულიერ საფუძვლებს მოკლებულ ცრემლი მომდინარეობს კაცობრივი ბუნებიდან, ან ცოდვითი აღზრდიდანაც კი საჭიროა დაუყოვნებლივ გარდაქმნათ ის ღვთისსათნოდ. მივეცეთ სწორი განწყობილება, შევცვალოთ ცრემლის გამოწვევი აზრები, ანუ გავიხსენოთ ჩვენი ცოდვილობა, გარდაუვალი და მოულოდნელი სიკვდილი, ღვთის სამჯარო და უკვე ამ მიზეზით ვიგლოვოთ. წმინდა ეპისკოპოს ეგნატე ამბობს, საოცარია, მაგრამ ისინი, რომლებიც ბუნებითი მიდრეკილების გამო ღვრიდნენ უშრომელი, უაზრო და უნაყოფო ცრემლის ნაკადულებს, აგრეთვე ისინი, რომელთაც ცრემლი ცოდვითი აღძვრების გამო სდიოდათ, როცა მოისურვებენ ღვთისსათნოდ ტირილს, უცებ უჩვეულო სიმშრალეს აღმოაჩენენ თვალებში და ცრემლის ერთი წვეთის გადმოგდებასაც ვერ ახერხებენ. აქედან გასაგებია, რომ ღვთის შიშისა და სინანულის ცრემლი ღვთის ნიჭია, რის შესაძენადაც უპირველესად საჭიროა ვიზრუნოთ მისი გამომწვევი მიზეზის მოსაპოვებლად. ცრემლის მიზეზი კი საკუთარი ცოდვილობის დანახვა და შეგნება, რის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. მოვიყვანთ ამავე მამათა კიდევ რამდენიმე გამონათქვამს. უფალო, ვიხსენ აღფრთოვანებულ ლოცვეთაგან. აღფრთოვანება ძლიერი მღელვარება, უბრალოდ სისხლისმიერი, შვინვიერი მოძრაობა აგრძნებული წარმოსახვისა. მრავალი სახელმძღვანელო დაწერა ეგნატემ ლოიოლამ ამგვარი მლოცველებისთვის. ისინი შეიგრძნობენ ასეთ აღმაფრენას და გონიათ, რომ მაღალ საფეხურს მიაღწიეს, არადა ეს ყოველივე საპნის ბუშტებს გავს. ნამდვილი ლოცვა წყნარია და მშვიდი და ასეთად რჩება ყველა საფეხურზე. ისააკ ასური მოგვითხრობს ლოცვის უმაღლეს ხარისხზე, მაგრამ არსად ახსენებს აღმაფრენას. უნდა შეინარჩუნო წონასწორობა, სიმშვიდე, სიწყნარე, სული სიგლახაკე და განერიდო სისხლის განხურვებითა და ნერვების აღგზნებით გამოწვეულ მდგომარეობას. ცრემლის გადმოსადენად ნურც მკერდში ჯიღის ცემას დაიწყებ, ნურც თავში წაიშენ ხელებს. ასეთი ცრემლი ნერვების აშლის შედეგია, სისხლის მიერია, იგი არ განანათლებს გონებას, არ მოგილბობს გულს. მორჩილად დაელოდე ღვთისაგან მონიჭებულ ცრემლს. მოგადგება მშვიდი წმინდა ცრემლი, შეგიცვლის სულს და არა სახეს. მისგან თვალები არ დაგიწითლდება, შენ სახეს სიწყნე და სიმშვიდე მოეფინება.